გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ხატვარ ნოდარ აფციაურის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საგამოფენო დარბაზში ხელოვანის პერსონალური გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ღონისძიების ფარგლებში ნოდარ აფციაურის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის წარდგინება გაიმართა. გამოცემა აერთიანებს მხატვრის ფერწერულ, გრაფიკულ, სკულპტურულ და დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრებს, ასევე სახელოვნებათმცოდნეო სტატიებსა და საარქივო ფოტომასალას. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დარბაზი ეთმობა მხატვარ ნოდარ აფციაურის გამოფენას. ეს გახლავთ საიუბილეო გამოფენა მხატვრის 75 წლის აღსანიშნავად და ხდება წიგნის პრეზენტაცია, ასევე წარდგენა წიგნისა, რომელიც მართალია წელს არა, მაგრამ შარშან წლის ბოლოს დაიბეჭდა და ამიტომ ჩვენ ესეც ჩავიფიქრეთ, რომ საიუბილეო გამოფენასთან ერთად გავგეკეთებინა ამ წიგნის პრეზენტაცია. წიგნს ჰქვია თბილისელი მხატვარი ნოდარ აფციაური, იმიტომ რომ მხატვარს ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს შესრულებული თბილისის თემაზე, როგორც გრაფიკული, ასევე ფერწერული ნამუშევრები. აქ ნაწილი წარმოდგენილიც არის. ბიოგრაფიიდან ძალიან ტრაგიკული წერილი იყო ეს აფხაზეთის საშინელი მოვლენები. მას უნდოდა რომ დაეფიქსირებინა აფხაზეთში მებრძოლი ადამიანების სახეები და ყველანაირად დაბლოკილი ჰქონდა მას სამხედრო ყველაფერი, იმიტომ რომ ძალითვალის მხედველობა დაკარგული ჰქონდა დიდი ხნის მანძილზე ბავშვობიდან, მაგრამ მივლინებით მხატვართა კავშირიდან ფაქტობრივად მოხალისედ წავიდა ფრონტზე და ჩამოიტანა იქიდან ძალიან ბევრი მეომრის პორტრეტი. არ არის დარგი, თქვათ, სახვითი ხელოვნებისა, რომელშიც ის ჩართული არ ყოფილიყო ჯერ კიდევ, თქვათ, 70-80-იანი წლების მიჯნიდან. ეს არის მისი პორტრეტები, პეიზაჟები, ქანდაკებები, კერამიკა, მინაზეც მუშაობდა. ძალიან საინტერესოა მისი რამოდენიმე სერია. ერთ-ერთი უკავშირდება მის ძალიან მძიმე თავგადასავალს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან არის მიმართებაში. ეს არის აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. და იქ მან შესანიშნავი პორტრეტები შეასრულა და თავისი პროფესია აი ამ გაჭირვებაში არ დავიწყნია და მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული შთამბეჭდაობით გამოირჩევა პორტრეტები. ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს ბატონი ნოდარი აფციაურის პერსონალურ გამოფენაზე სტუმრობა. ბატონი ნოდარი არის ვეტერანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაჭრილი და ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, თუ როგორი ნაირსახეობა იყო ქვეყნის თავდაცვისათვის ბრძოლებში ჩართული. მშვიდობას ფასი და ალტერნატივა არ აქვს იმის გარდა, რომ მშვიდობა არის ყველაზე სანუკვარი. დღეს ვართ ბატონ ნოდარის გამოფენაზე, მე კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას, რამე თუ თითეული წლების ეპოქალური სამახსოვრო ნაწარმოები შექმნა მას მოყოლებული ომიდან მანამდე და შემდგომ მშვიდობიან ცხოვრებაში. აქ არის როგორც ფერწერული, ისევე კარიკატურული ნამუშევრები. აღნიშნული გამოცემა წარმოადგენს მხატვრის შესახებ პირველ სრულფასოვან გამოცემას, რომელშიც ფაქტობრივად ასახული არის მისი მრავალმხრივი და მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ. იგი მოიცავს 272 გვერდს. არის ორენოვანი გამოცემა ქართული და ინგლისურ ენებზე და მასში შესული არის როგორც მხატვრის შემოქმედების ამსახველი მასალა, მრავალმხრივი მასალა, როგორც ფერწერა, ასევე გრაფიკა, ასევე დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების მრავალი დარგი, რომელშიც მხატვარი წლების განმავლობაში თანაბარი ინტერესით მუშაობს, ასევე წარმოდგენილი არის ბიოგრაფიული და საარქივო მასალაც მხატვრის შესახებ და ფოტოდოკუმენტური მასალა. ძალიან ბევრი გამოფენები მაქვს ნაკეთები მე. ისეთი ემოციები მაქვს, რომ ვეღარც კი ვლაპარაკობ. წიგნი მე ძალიან მომეწონა. ეს შესანიშნავი წიგნია. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში ნოდარ აფციაურის პერსონალური გამოფენა 19 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.